დღეს როგორ ხართ? დღეს ოდნავ უკეთ, მაგრამ რაღაცნაირად ვერ პოულობ ჩემ ადგილს. ადგილს რატო ვერ პოულობთ? ვიცი, ვერ ჩავაშვით ბოლომდე. სელფის ახალი კამპანიის ნაწილი უნდა ყოფილიყავით, მაგრამ არ იყო მაგის დრო. რომ შეგეძლოს რა შეცვლით? ალბათ საკუთარი ისტორიით დავიწყებდი. ბევრია სალაპარაკო. მაგალითად, ყველაფერი 2007 წელს დაიწყო. მაგრამ არ მიყვარს მაგაზე ლაპარაკი. ისედაც ყველა ძველ სახელს გვეძახის, არა და ეხლა მთლიანად ქართული კომპანია ვართ. ფასები დავწიეთ ბაზარზე. ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა ლაპარაკი. პირველი 5 ჯიშს ჩვენია და LTE ინტერნეტიც. კი, პირველები ვიყავით. მერე selfie-აპი ყველაზე პოპულარული აპლიკაცია გახდა მობილურ ოპერატორებს შორის. თავისი მილიონი ჩამოტვირთვით. ხა რაღაცეებს ხო ხვდებით. პანდემიამ ალბათ ძალიან იმოქმედა. კი, მაგრამ თანამშრომლების ონლაინ მუშაობდნენ და ჩვენ მომსახურებაც ონლაინ გვაქვს. შემდეგ მთლიანად გადავედით ევროპულ ტექნოლოგიებზე. ფინელებთან გავაფორმეთ კონტრაქტი. სულ წარსულზე რომ არ ვილაპარაკოთ, ეხლა რა ხდება? ეხლა ისევ ახალი კონტაქტები ევროპასთან. Vodafone-ის პარტნიორები ვართ. აქაურ კომპანიებთან ერთად ლოიალობის პლატფორმა გვაქვს და კიდევ ბევრ რამეს გეგმავთ. კი, შეიძლება რაღაც ხარვეზები იყოს, მაგრამ სულ ვცდილობთ და ვმუშაობთ. მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ ვილაპარაკო.